კოტლეტი არის, რაღაც ფრანგული, რაღაც კოტლეტი არის, კატლეტი რა. დავიწყეთ. კატლეტს უხდება დრო. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი სიგემრიელი არის წვნიანობა. კიდე ერთი რჩევა ფარშთან დაკავშირებით, არავითარ შემთხვევაში ბევრჯერ მინახავს და არ გირჩევთ კალორიებით დატვირთულ პიურეს მოამზადოთ. ხომითხარ ეგრე ქენია. გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ კარტოფილს არ უყვარს ერთგვარ ხრიქს გასწავლით, ეს ყველაზე კარგი მომენტია. არავითარ შემთხვევაში კვერცხი არ დაამატოთ. მასაც სჭირდება ცემა და გაბრაზება. ულამაზესი. თქვენი შვილებისთვის მოამზადეთ ხოლმე. აუ მარტივია ყველაფერი. შემდეგი ვიდეოს დრო დადგა, სად იყო და სად არა. ვამზადებ ასისტენტის დავალებით კატლეტს. ხომითხარ ეგრე ქენია. ჩემი ისტორიებიდან კატლეტთან დაკავშირებით მახსენდება პირველი სურნელი კატლეტის. იგივე კოტლეტის, მაგრამ მე კატლეტი მიყვარს. დედას ხშირად დავყავდი თეატრალურ უნივერსიტეტში და თეატრალური უნივერსიტეტი იმის გარდა, რომ სამსახიობო ოსტატობას ასწავლიდა, კიდე იყო ერთი განსაკუთრებული ადამიანი ამ ბუფეტში, რომელსაც ერქვა კაკო. ხო და კაკოს კატლეტი იყო ცნობილი კატლეტი. 0 სართულზე იყო ეს კაკოს ბუფეტი მაშინდელი და ჩავდიოდი ხოლმე აუცილებლად სკოლიდან, როცა ამოვიდოდი ხოლმე, ბროსეზე ვსწავლობდი, ამოვიდოდი და ვაგემოვნებდი კაკოს კატლეტს და ეს იყო ჩემთვის ყველაზე გემრიელი. ყველა კბილი აბსოლუტურად მოცვლილი მაქვს კაკოს კატლეტზე ბავშვობაში. იმიტომ რომ გარბუშკაზე იდო ხოლმე, ესე ოთხკუთხედ პურზე, აი ესეთ პურზე. აი ამ ნაწილზე იდო ხოლმე კატლეტი და აი ამას მივირთმევდი ხოლმე და დღეს შევეცდებით რომ მოვამზადოთ კატლეტი. კატლეტი პიურეს გარეშე წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე დღეს ვამზადებთ კატლეტს და პიურეს. რა თქმა უნდა დაგჭირდება ხორცი. კატლეტი არსებობს უამრავი ვერსია კატლეტის, მათ შორის ფრინველის ხორცით, თევზით, მაგრამ დღეს ჩვენ ვაკეთებთ შერეული ფარშით. და განახებთ თუ რას ნიშნავს შერეული ფარში. შერეული ფარში არის ღორის ხორცის და საქონლის ბეჭის ხორცისგან მომზადებული კატლეტი. სამწვადე ხორცს ვეძახი მე ამას. მწვადის ვიდეოში განახეთ ეს მუცელი, როგორი არის ბეკონის ფაქტურით. და ბეჭი კიდე არაერთ ვიდეოში განახეთ, თითქმის ყველა ფარში რეკომენდირებულია რომ მომზადეს ბეჭის ხორციდან, იმიტომ რომ ყველაზე მოძრავია, ყველაზე დატვირთულია და ყველაზე გემრიელი აქედან გამომდინარე. ფარშის მომზადებისთვის რა დაგჭირდება? დაგჭირდება აუცილებლად თასი. მაგრამ ამ თასში რა უნდა ჩაუძახოთ? უნდა ჩაუძახოთ აუცილებლად ის პროდუქტი, რაც ვოლტიდან გამოვიწერეთ. მაგრამ ამ ფარში არ უმატებ, პიურეში უმატებ. და ვოლტიდან გამოვიძახე კარაქი და რძე. ანუ მდიდრულ ჰოლესტერინით, კალორიებით დატვირთულ პიურეს მოვამზადებ. ამას აგდავდებ და ვერაფერს ვერ დავიწყებ, თუ არ დავიმუხტე შავი ლომის შავით. ხალხი მაჩერებს ქუჩაში და მეუბნება, რომ მეო აქამდე შავი ლომის შავი არ მქონდა გასინჯული. შენი ვიდეო რომ ნახევ სპეციალურად წავედი მაღაზიაში, ვიყიდევ და მსოფლიო ჩემპიონატზე რომ შავი ლომის შავი მიდისო, ისე არაფერი დედამიწის ზურგზე არ მიდის. კატლეტს უხდება დრო. იმიტომ რომ ნახე, აი თქვენი შვილი წასულია სკოლაში. და სკოლიდან მოდის გამგელებული მშიერია, ხო? რა არის მთავარი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოუმზადოთ მას ლანჩი, ხო? ანუ შუადღის კვება. აქედან გამომდინარე კატლეტი არის ამისთვის ზედ გამოჭრილი პიურესთან ერთად. ნოყიერიც არის, მრავალფეროვანიც არის და რაც ყველაზე მთავარია, გემრიელიც არის. აქედან გამომდინარე ძალიან სწრაფად უნდა დავიწყოთ ფარშის მომზადება და დავიწყოთ აუცილებლად პურის ჩალბობა. ხშირ შემთხვევაში პურზე ამბობენ, იმიტომ ალბობდენო პურსო ფარშიო, რომ აბევრებდენო ამით. ეს არის მითი. პური ეხმარება ფარშს, რომ კი არ გაბევრდეს, არამედ წვნიანი იყოს. როდესაც ჩვენ პურს წყალში ვალბობთ,
ის უფრო ადვილად ერევა ფარშს და თან პარალელურად სიცხეს არ კარგავს, იმიტომ რომ კატლეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი სიგემრიელი არის წვნიანობა. წყალი რო დავამატოთ, გაგვითხელდება ფარში და მე რთული იქნება მისი დაგორგოლავება და როდესაც წვა და თერმული დამუშავება დაიწყება ფარშის, ავტომატურად პირველს რას აკეთებს ხორცი, ხო? წყალს დევნის. იმიტომ გასწავლით ხოლმე რომ დაუბეჭდოთ, გასწავლით რა გირჩევთ, რომ დაბეჭდოთ ხორცი, იმიტომ რომ სითხე არ დაკარგოს. და ამ შემთხვევაში პური ინარჩუნებს სითხეს, ცილა არ იკარგება და ავტომატურად ადვილად შედის უფრო რეაქციაში ფარშთან და სითხესაც ვინარჩუნებთ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ პური დაუმატოთ ფარში. ხო, კიდე ერთი რჩევა ფარშთან დაკავშირებით აქ საპრეზენტაციო კვერცხი მაქვს წამოღებული და ალბათ გეგონებოდათ რომ უნდა დამემატებინა კვერცხი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში კვერცხი არ დაამატა. არაფერში არ ჭირდება კვერცხი ფარშს, იმიტომ რომ ის არაფერს არ აკეთებს. და აქედან გამომდინარე კვერცხი ცალკე შეწვით, მოხარშეთ, მიირთვით, ფარში არ დაუმატოთ. ესე იგი, ეხლა რას ვაკეთებ? დავამატეთ წყალი და ცოტა ხანი ჩავალბეთ. გადავდოთ გვერდზე, აი შავლომს მოუხდება ძალიან. როგორც შევთანხმდით ქაბაბის ფარშზეც, კატლეტის ფარშზეც იგივე პრინციპით მივდივართ. აქვე ვამატებთ მარილს. ჯერ ცოტას ვამატებთ და აქვე ვამატებთ ჩავ წიწაკას. ცოტას და მერე შემდეგ უკვე როდესაც გავატარებთ, კიდევ ვნახავთ საჭირო იქნება დამატება თუ არ იქნება დამატება. საათი ხო არ გაწუხებთ ძვირფასო ვიდეო მომზირლება, მოვიხსნათ თუ მქონდეს. ესე იგი, დავიწყეთ. ვამატებთ ხორცს. იმიტომ რომ პირველი რაც გვინდა რომ თასში მოხდეს, არის ხორცი. შემდეგ უკვე დავამატებთ ხავსს და ბოლოს პურს. და რატო იცით? იმიტომ რომ პური ამ ამბავში ყველაზე იაფია. და აქედან გამომდინარე ჯობია ხორცაკებ მანქანაში დაგჭეთ პური, ვიდრე დაგჭეთ ხორცი. და მარტივია ყველაფერი. 1 კილო ბეჭი საქონლის, 9 კილო ღორის მუცელი, იგივე ბეკონს რო ვეძახი და დაგჭირდება 1/9 დაახლოებით გრამაჟობით რო გითხრათ 200 გრამამდე ხახვი. 2 ჩავაგდოთ, 3 კბილი. ნიორი და ეხა დრო დადგა. ნახეთ, რამდენი წყალი დავამატე. და თითქმის წყალი შეიწოვა პურმა. აი ეს ზედმეტი დაჭერის გარეშე, აი ზედმეტი დაჭერს არ დავაწვეთ, არ გავწუროთ. აი ეს სითხე გადავაქციოთ. აი ეს სითხე გადავწურეთ და დავიწყოთ. მოვათავსეთ პური, მოვათავსეთ პური, მოვათავსეთ პური. აი ნახეთ, აი ესეთი ცოტა თხევადი ნაწილებიც უნდა გამოდიოდეს პური. კარგით. ეს არის გამზადებული ფარში. აქ უკვე თქვენს როგორც გაგიხარდებათ, ისე შეგიძლიათ დაამატოთ უკვე არომატული სუნელები. მე მიყვარს, როდესაც ვამატებ ცოტა უცხო სუნელს, დაახლოებით 1 ჩაის კოვზი. მე მიყვარს, როცა ვამატებ ცოტა ქინძს, ესეც 1 ჩაის კოვზი. მე მიყვარს, როდესაც კატლეტი ცოტა ცხარია და ვამატებ დაღერღილ წიწაკას, ცოტა შავი წიწაკა კიდე დავუმატოთ და ცოტა მარილი კიდე დავუმატოთ. დავიწყეთ. ნახეთ, აი როგორც კი პური დავუმატეთ ფარშს, გათხელდა ფარში. მაგრამ ეხა მნიშვნელოვანია სწრაფი და ხშირი მორევა, რომ გავაერთიანოთ მას. იგივე ხდება როგორც ქაბაბზე, უბრალოდ ქაბაბზე ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ ვატარებთ და პურს არ ვუმატებთ, მაგრამ პრინციპი იგივეა, მასაც ჭირდება ცემა, გასწორება და გაბრაზება. მე აღვნიშნე კატლეტია თუ კოტლეტი და კომენტარებში დაწერეთ რომელია სწორი. მე მიყვარს კატლეტი. რაღაცა კოტლეტი არის, რაღაც ფრანგული, რაღაც კოტლეტ, რაღაცა და
კატლეტი არის კატლეტი რა. აი ნახეთ, როგორ შეუერთდა პური უკვე ფარშს და თანდათანობით შეიკრა. ხახვი შეგიძლიათ ცოცხლად დაუმატოთ, როგორც მაგალითად ქაბაბის შემთხვევაში მე დავუმატე წინა ვიდეოში, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვები რახან მიირთმევენ, ჯობია რომ გადაატაროთ. ერთ რჩევას მოგცემთ ტოლმასთან მიმართებაში, როგორც გავაკეთეთ. შეგიძლია მოშუშოთ ეს ხახვი და ისე დაუმატოთ ფარშში, რომ დამატებით კიდე არ იგზნობოდეს ხახვის აგრესიული გემო და ისეთი მოტკბო გემო ქონდეს ხახვს. ეს არის მთელი ფილოსოფია იმისა, რასაც ქვია კატლეტის ფარში. ვიღებთ კიდე იგივე ჯამს და რავშვებით, ნახეთ. ახლა აი ესე უნდა გააკეთოთ 10 მოძრაობა. ავიღოთ კიდე. ეცადეთ რომ წინ საფარი მაინც გქონდეთ, იმიტომ რომ ალბათ ემისი რომ დაისვაროთ დიდია. აი ნახეთ როგორ ჩერდება ფარში და ფარში რომელიც არ დამიბეგვავს ხელზე როგორ ჩერდება. აი ჩამოვარდა ეგრე. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ ფარში კარგად დაიბეგოს. აღვნიშნე რომ პიურე კატლეტის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, აქედან გამომდინარე მოვამზადოთ ახლა პიურე, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება, იხარშება კარტოფილი უბრალოდ და მერე ხდება ჯადოქრობა, როგორ უნდა დავამატოთ და რა უნდა დავამატოთ, ამას ყველაფერს რაღაც თქმა ამ ვიდეოში სულ ცოტა ხანში ნახავთ. თუ სწრაფად გინდათ რომ მომზადდეს პიურე, ანუ კარტოფილი მოიხარშოს, შეგიძლიათ გაჭრათ ეს კარტოფილი ნახევარს. თუ გინდათ რომ დრო გაქვთ და დიდი ხანი გინდათ რომ იხარშებოდეს, შეგიძლიათ თლიანები მოხარშოთ. საერთოდ თუ თავისუფალი დრო გაქვთ და ღუმელიც გაქვთ, შეგიძლიათ კანგაუცლელი კარტოფილი მარილზე დაალაგოთ, ბევრ მარილზე და ისე გამოაცხოთ. სრული თავისუფლება გაქვთ, როგორც გინდათ ისე მოიქეცით, მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ კარტოფილს არ უყვარს ბევრი წყალი. იმიტომ რომ ბევრ წყალს რო უმატებთ, ავტომატურად ბევრი სახამებელი გამოდის კარტოფილიდან და მის სტრუქტურას ისეთ გემრიელს აღარ ხდის, როგორც მანამდე შეიძლება იყოს ცოტა წყლის დამატება. აი ხა განახებთ ვიზუალურად თუ რამდენი წყალი ჭირდება კარტოფილს, რომ კარგად მოიხარშოს. აი სრულიად საკმარისია ეს. აქვე უნდა ჩავამატოთ აუცილებლად მარილი წინასწარ. და მე მიყვარს ორი კბილს ვამატებ ხოლმე ნიურისას, იმიტომ ნიური რო იხარშება, საინტერესო გემოს აძლევს. ცეხის ტერიტორიაზე თუ გნებავთ მოსვლა და მოусმინოთ როგორ კარგად გალობს სახერხი ან კიდე სხვა დანარჩენი, თავისუფლად შეგიძლიათ. იმიტომ რომ ცეხის ტერიტორიაზე აღარასდროს მშენებლობა არ ჩერდება. პიურესთვის დაგჭირდება კარაქი, ეს არის 200 გრამი კარაქი. მე აქ მაქვს კილონახევარი კარტოფილი, აქედან გამომდინარე დამჭირდება სადღაც 70 გრამი კარაქი და დაახლოებით 700 გრამი რძე. სრულიად საკმარისია. აი ეს გადავდოთ ესე, დროებით რძე გათბეს ოთახის ტემპერატურაზე, კარაქიც გათბეს ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ კარტოფილი რომ მოიხარშება, ამ ყველაფერს ერთმანეთში გადაურევთ და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვიდეოში ნახავთ. ყველაზე რთული კატლეტის მომზადების დროს არის მისი ამოგანგულა სხვადასხვა საშუალებით. ეს საშუალება არის ქვილი ხორბლის, ეს არის გახუხული პურისგან მომზადებული საფანელი. ზოგჯერ მინახავს ჭადის ფხილშიც კი აქვთ ამოგანგლული ხომე კატლეტი. ჩემ შემთხვევაში და ჩვენ შემთხვევაში ეს არის საფანელი. ნებისმიერ სუპერმარკეტში თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ საფანელი, იმიტომ რომ ყველა დახლზე არის წარმოდგენილი. ნახეთ რა ვშვებით. როგორ გავზომოთ, ავწონოთ ფარში ერთი კატლეტის. ანუ ან სასწორი გჭირდება ამისთვის, ან კიდე რაიმე სხვა ფიზიკური ძალა. აი ეს სხვა ფიზიკური ძალა არის ორი ხელი. ნახეთ, მოვათავსე დიდი რაოდენობით ფარში ხელში და მეორე მარცხენა ხელი მაქვს ამისთვის. ნახეთ, აი მთლიან მუჭაში მოვათავსე და ეს გახლავთ ერთი კატლეტის ზომა.
რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ორი კატლეტი ერთმა ადამიანმა ჭამოს. მე სამი მიყვარს მაგალითად. თქვენ რამდენი გიყვართ, დაწერეთ კომენტარებში. კარგი, ნახეთ. ესე შეიძლება ლოცულობდეთ, შეიძლება ხელს უთხოვდეთ ვიღაცას, მაგრამ შეგვიძლია კატლეტიც მოვამზადოთ, ნახეთ. აი, არ უხრით ხელს, ვასწორებთ და გამოგვდის აი ესეთი წვეტიანი, თუ გინდათ მე მოვამრგვალეთ ერთი ცალი კოტლეტი. ეს უნდა ამოვალოთ საფანელში, ამოვგანგლეთ, გავასწორეთ, მოვათავსეთ. ულამაზესი. კატლეტის შესაძლოა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მცენარეული ცხიმი, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მცენარეული ცხიმის ტემპერატურა წვის არის მაღალი და აქედან გამომდინარე კატლეტყარო ფერი ძალიან არ შეიცვალოს, არ მიგვეწვას, კარგია და რეკომენდირებულია, რომ შევწვათ მცენარეულ ცხიმში. ცხიმი უნდა იყოს საკმარისად. აი, დაახლოებით აი ასე. ველოდებით, რომ კარგად გაცხელდეს ზეთი, ნუ შემდეგ მოვათავსოთ კატლეტი. ერთ ჩევას მოგცემთ კიდევ და ერთგვარ ხრიქს გასწავლით, სანამ ხელი გაგიჯდებათ მარილზე, შავ წიწაკაზე და სუნელებზე და კონკრეტულად თვალით მიხვდებით, რამდენი უნდა დაუმატოთ, მანამდე ხო გაინტერესებთ ხოლმე ფარშს რა აკლია. აქედან გამომდინარე, სანამ ამოგანგლავთ საფანელში, ფქვილში ან სხვა დანარჩენში, მანამდე აიღეთ პატარა ნაგლეჯი ხორცის, მოათავსეთ გახურებულ ცხიმში, მობრაწეთ და გასინჯეთ და ავტომატურად მიხვდებით, აკლია თუ არა ხორც, მარილი, წიწაკა ან სხვა სანელებელი, რაც დაუმატეთ. არავითარ შემთხვევაში ბევრჯერ მინახავს და არ გირჩევთ, ჯამიდან უმი ხორცი გაუსინჯავს ადამიანს და ამით მიმختარა მარილი აკლია თუ არ აკლია. საქონლის ხორცზე თუ არის საუბარი, კიდევ დასაშვებია ამის გაკეთება, მაგრამ ღორი შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში ამას არ გირჩევთ, იმიტომ რომ ხორცს ჭირდება თერმული დამუშავება. როგორც კი წინასწარ მოვამზადებთ კატლეტებს, საფანელი გარსი, რომელიც არის კატლეტის გარშემო, ნესტიანდება, იმიტომ რომ შიგნიდან გამოდის სითხე და ფორმა კიდე თავიდან უნდა მივცეთ ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში გავაკეთეთ დიდი კატლეტები. თქვენ შემთხვევაში როგორც გაგიხარდებათ, ისე გააკეთეთ. შეგიძლიათ მსგავსი გააკეთოთ, შეგიძლიათ უფრო მომცროები გააკეთოთ, როგორც გაგიხარდებათ. ფორმა როგორც გაგიხარდებათ, ისეთი მიცეთ. კარტოფილი მოიხარშა, რძე კარაქთან ერთად დუღდება და იზღა დაგვრჩენია, რომ პიურე გავცრათ. თქვენ შეგიძლიათ თუ პიურე საჭყლეტი გაქვთ, მსგავსი პრინციპით წახვიდეთ. ჩემ შემთხვევაში მე აი ესეთი თხელი თუშფალანგი მაქვს, რომელშიდაც კოხტა და ლაზათიანად გავატარებ ეხა ჩემ პიურეს. სხვადასხვა ინტერნეტ შეგიძლიათ მოიძიოთ ძალიან კარგი საშუალება, აი ესეთი ბროწეული საწურები იყო ჩემ ბავშვობაში. საბჭოთა კავშირის დროს და ეგეთივე პრინციპის და ეგეთივე ზომის და ფორმის არის კარტოფილის საჭყლეტი, რომელიც ძალიან გამოგადგებათ სახლის პირობებშიც. პიურე გავცერით, ცოტა შრომატევადი კი არის ეს გაცრა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ როგორც აღვნიშნეთ, ჩაკეპოთ ჩვეულებრივი საკეპი, პიურე საკეპით. ნახეთ, აი ცხიმი კარაქი გამღვალი და რძე. დავამატოთ ცოტა და მოვურიოთ. ბევრი არ უნდა მოგვივიდეს, იმიტომ რომ ძალიან გაგვითხრელდება შემდეგ პიურე. კარგად ამოურიეთ, კარგად.
როგორც კი შესქელდება, შეგიძლიათ კიდე ცოტა დავუმატოთ. ცოტა კიდე დავუმატოთ და ეგ არის. კარგით, უხეშად შეგვიძლია ამოვიღოთ პიურე. მოვუდოთ 1 და 2 კატლეტი და აი საწებელი, რომელიც წვაძე გავაკეთე მე და გახსოვთ. იგივე საწებელი გვაქვს დღესაც და ეს ცოტა განსხვავებულია იმ საწებელისგან, ჩვენ თუ ტომატ პასტით გავაკეთეთ, აქ უკვე კონსერვირებული პომიდორით გავაკეთე, რომელიც ძალიან უხდება. მე მიყვარს, როცა კატლეტზე ვამატებ. თქვენ როგორც გიყვართ, ისე ქენით. ამოვდგათ ზემოთ და გავსინჯოთ. პირველ რიგში უნდა გავსინჯოთ. ძალიან პაპუკია. ძალიან კაი პიურეა. და გავსინჯოთ. ეხა უკვე კატლეტი. აუ. ისეთი წვნიანია. აუ, ძალიან გემრიელია. პიურესთან. ჩემი შვილი ერეკრებ. გიждდება ჩემ კატლეტზე და სულ ფომე რომ მომზადო და მნიშვნელოვანია რომ თქვენი შვილებისთვის მოამზადეთ ხოლმე. მამებმა განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამახსოვრდებათ ხშირ შემთხვევაში მშობლების მიერ მომზადებული კერძები. დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, მაგრამ არ შემიძლია დაგემშვიდობოთ ისე, თუ არ ჩავარაკრაკე შავი ლომის შავი. მადლობა არ გადაუხადეთ ვოლტს და თქვენ ეს რომ ვიდეო ჩართეთ და უყურეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხით და აქ გამოჩნდება ჩვენი არხის მისამართი რა თქმა უნდა. შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.